ბურთი და მოედნის გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომის ვერ აღმოაჩინეს. გადაღება 2 დღით გადაიდო. საღამოს შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი. მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრან 13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავისი იმას. რას ეძებ, ვერიჩკა? ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ. გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაუიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და დილა ადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა. დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები? სად იყო ბიჭო მაიტრუსი კი? კაი ახლა, ვერიჩკა. რა მოხდა მერე? ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის. აბა,